შავი ზღვის სანაპირო ზოლს ხელოვნური გამაგრების გარეშე შესაძლო გაქრობა და აემუქროს მდინარეებიდან მიღებული ნატანის ოდენობა იმდენად მცირეა, რომ სანაპირო ბუნებრივი კვების გარეშე რჩება. სანაპირო ზოლის გეოეკოლოგიურ პრობლემებზე დღეისათვის არსებულ მდგომარეობასა და ეროზიულ პროცესებთან ბრძოლის გზებზე დღეს ბათუმში კონფერენციაზე იმსჯელეს. ეკოლოგები და გარემოს დამცველები რეგიონში შექმნილ მდგომარეობას მიმდინარე ეროზიულ პროცესების გამო საგანგაშოდ აფასებენ. შეხვედრაზევე გამოიკვეთა, რომ ამ კუთხით სახელმწიფოს ერთიანი მმართველობის სისტემა არ გააჩნია. გარემოს დამცველები და სამთავრობო უწყების წარმომადგენლები ამ ეტაპზე ერთადერთ გამოსავალს სანაპირო ზოლის ხელოვნური ნატანით სისტემატურ გამაგრებაში ხედავენ. თემას მთავარ განმავლობაში გამართავთ. საშუალება ემუქრება ცხოვრებ მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით გრიგოლეთში შეამწვავე, ქობულეთის სანაპირო რჩება, ასევე სიმწვავე ზოლში, ანუ განმეორდა ძლიერი შტორმი, იქაც შესაძლებელია ძალიან სერიოზული ექსცესები. ბათუმის სანაპირო ზოლში, ახალ ბულვარში, იქაც სახეზე ანგრევა და შეიძლება ეს პროცესი გაგრძელდეს საბოლოო ჯამში, მომავალში, თუ ამ შემთხვევაში შტორმი ძლიერი იქნება. და გლობალური ცვლილებებიდან, გლობალური გათბობის პროცესებიდან გამომდინარე, ეს საშუალება ყოველწლიურად მატულობს. იმის შნუ აღარ აქვს მდინარე ჭოროხს, რომ ის აჭარის წყლის მიერ ჩამოტანილ მასას გამოიტანს სანაპირო ზოლში. ამიტომ რაღაც სხვა გზები უნდა ვეძებოთ, რომ ხდებოდეს კვება. საკომპენსაციო ჩაკრები თუ არ განვახორციელებთ, ამ წლების განმავლობაში სამუდამოდ საჭირო იქნება. საჭირო მე მგონი მუდმივად იქნება, სანამ ჭოროხის ჩამოტანა არ აღდგება. ცუდი მდგომარეობა წარმოიქმნება მე ბათუმის ბულვარზე.